გამარჯობათ. ნახეთ როგორი ლამაზი ჩანთა, ძალიან მომწონს ესეთი სტილიც, ესეთი ორიგინალურია და ორი ფერის ზაფით არის, როგორც ხედავთ, შექმნილი. სახელურებია შავი ფერის. ასევე სარჩულიც შავი ფერის არის სასურველი. თუ ფიქრობ, რომ ეს ძალიან ლამაზი სტილია, ესეთი ფერები შეხამება, თუმცა შეგიძლიათ სხვა ფერებიც გააკეთოთ. აი ძირითადი ტანი ჩანთის, რასაც მოგხსოვთ, არის კრემისფერი, ესე ოქროსფერისკენ ესე ხო, ასეთი ფერია. სინთეტიკური ძაფი არის. მე ყოველ შემთხვევაში ასეც ვიყენებ და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება. აი ესეთი სარჩული მაქვს მე ხლა მოგხსოვ, ეს შეკერილი უკვე. ძალიან მარტივად ესე უბრალოდ როგორც მართკუთხედი ესეთი გავაკეთე, მოკლედ აი რომ ჩაეფინოს შიგნით. ვფიქრობ, რომ აი ყელზე ხო, საყელო აქ ჩანთას, იქ მივაკერებ. ანუ ისე რომ ამ ადგილით იქნება სარჩული დამაგრებული. შიგნით თავისუფლად იქნება ესე ჯიბესავით. ესე ძალიან ისე ლამაზად. და რა თქმა უნდა, ფონს აძლევს აი ამ კრემისფერს, შიგნიდან შავი ფონი ექნება. ასევე ამით სახელურებისთვის შავი ფერის ძაფი, ესეც სინთეტიკა არის. ვფიქრობ, რომ ეს უნდა მიიღოს სახელურებისთვის, სადაც 80 გრამია, ესე მახსოვს. მოკლედ, აი ესე, ეს ჩვენი ესეთი ბეჟია, ცოტა ისე მუქისკენ მიდის. ესეთი ძაფი, ეს არის 3 მმ. ეს ვფიქრობ, რომ 2 მმ-ია, მაგრამ მე მგონი სახელურზე არ აუშავს, ცოტა სხვა ზომის თუ იქნება. აქ მე მგონი 2 წვერი მაქვს სულაც, ხო, 2 წვერია დახვეული და შეიძლება 2 წვერით მოგხსოვ, რომ ისე ჯობია, რომ ერთნაირი იყოს, ხო, ერთნაირი სისქის. ესე იგი, ეს 2 გორგალი მაქვს. თითო 200, ესე დაახლოებით 200 გრამია თითო. კარგით, ანუ ეს იყო როგორც ეხლა ის არ მაქვს მე მგონი მე შენახული მამათი. თაგი, ანუ სადაც მონაცემებია, მაგრამ არის სინთეტიკა, პოლიესტერია, მე ვფიქრობ და არის 3 მმ, ცოტა სქელია და ეს კარგია. ამას გირჩევთ, რომ ასეთი აიღოთ. ხო, ესე იგი. ეს ბახრამად შეგიძლიათ გააკეთოთ, აი შავი ფერის მე მგონი ძალიან უხდება. ყაისნაღი მექნება მე ესეთი 3.25 მმ, როგორც ყოველთვის ძალიან ხშირად ხმარობ. აი ამ ძაფს ეს ну ჩანთებისთვის კარგია, რომ ჭიდროდ გსოს, თორე შეგიძლიათ 4-იც აიღოთ, 4 მმ. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ჩანთამ რო სიმყარე ესე დაიკავოს თავი, ჯობია, რომ ჭიდროდ გსოთ. ეხლა აი აქ ჩანთა ისეა თითქოს ნაკსოვი, რომ გვერდზე არის ისევ ასეთი უზორი, ესეთი თითქოს ბადია, ხო? მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გვერდით ბადეს არ გავუკეთებ, მინდა რომ მყარი იყოს გვერდითი ნაწილი და ცოტა განსხვავებულად მოგხსოვ, უფრო ესეთ არნაკსოს გავუკეთებ გვერდებში. ეს ხედავთ, რომ აი ესეთია, აი ესე უკან, ესე იგი, აი ესე ვგსოვთ, გაყვებით, გამოყვებით, აი ესე და მე მოხრე ესეთი მოგეცავთ ორად და ეს ბოლოები ერთად მოხვდება თქვენთან. კარგით, ესე იგი მე მგონი ყველაფერი გითხარით, ხო? შეგიძლიათ გარკვეული დეკორაცია გააკეთოთ, აი თავზე ნახეთ. აი ამ ადგილას აქვს გარკვეული დეკორაციული დეტალი, შეგიძლიათ ესეც გააკეთოთ, ნახოთ თუ მოუხდება ესეთ ზედმეტი რომ არ იყოს ისე. ეხლა მე ავკრიფავ 97 თვალი გვჭირდება თვითონ უზორისთვის. და პლუს 1 თვალი მოტრიალების, ანუ 98 თავისუფალი თვალი და მოგხსოვთ ესეთ ჯაჭვს. ესე თავიდან გავკვანძოთ უბრალოდ და ესე იგი ისე ზომიერად მოჭიმვით გსოვეთ. ზედმეტი მოჭიმვაც არ არის საჭირო, ხო? საშუალოდ. თუ ძალიან ფაშარად მოგხსოვთ, ჩანთას გაუჭირდება თავის დაკავება და უფრო სხვა სტილის ჩანთა გამოგივათ ესე. კარგით, აბა, ესე იგი 2 თვალი მოგხსოვე, 3, 4, 5, 6, 7, 8. აი ეს 98 თვალი მაქვს ეხლა მე ესეთი გრძელი ჯაჭვი გვაქვს. თავისუფალი თვლებით აკრეფილი.
ანუ ეს 98 ეს არის მოტრიალების თვალი, რომელიც არ უნდა მოიქცოს, ხო? და მომდევნო რიგი, ესე იგი, შეხვალთ აი ამ თვალში, ოღონდ ნახეთ, ცოტა ამოატრიალეთ და აი უკან ნახეთ, ხედავთ ხო აი ეს ძაფები როზის უკან. აი ეგ უნდა შეხვიდეთ სულ. და გსოვთ შემაერთებელ თვლებს. აი ეს დაბალი თვლები. შემდეგ თითო თვალში თითო შემაერთებელი თვალი. აი ესე უნდა გახვიდეთ რიგის ბოლომდე. ეს რიგი სულ ასე იქსოვება. ძალიან ისეთ მყარ კიდეს მოგცემთ ეს ამყარებს ჩანთას. და აი ესე ხედავთ ხო აი როგორი ისენი გვიზის ეს ამობურცული ძაფები. აი ესე. თუ ამოატრიალებთ აი ესე გაქვთ. ხო? ესე გაყევით ახლა სულ. და აი ბოლო თვალი ნახეთ, აი ესე თუ შეხედავთ აი ესე გაქვთ, აქეთ, აი აქ უნდა შეხვიდეთ, აი ეს უკანა ამობურცული ესეთი ძაფი გაქვთ. აი ეს სულ ეხლა თქვენ აქ უნდა გქონდეთ 97 თვალი, აი ესე. ეხლა ეს მოდით დავარქვათ მეორე რიგი, ხო? პირველი რიგი იყო ჯაჭვი, ანუ თავისუფალი თვლებით რომ ავუკრიფეთ და მეორე რიგი შემაერთებელი თვლების, ხო? ეხლა მე გეტყვით რომ მოდით ნიშნულები გავაკეთოთ, იმიტომ რომ მოტრიალებისას შეიძლება თვალი უკვე აი პირველი და ბოლო თვალი ვეღარ გაარჩიოთ. ეხლა ეს ბოლო თვალზე ნიშნული გავაკეთოთ და პირველ თვალზეც ასურველია რომ გქონდეთ ნიშნული. აქ მეგონი ჩანს კარგად, ხო? ეს პირველი თვალი. აი ეს არის. აი ეს. და ამის თუ რაღაც ესე აგერიათ შეიძლება დაგაკლდეთ თვლები. აი ესე, მოკლედ ესე გავაკეთოთ. კარგი, და ესე გავედით ბოლოში მეორე რიგი შემაერთებელი თვლებით იყო. ეხლა ჩვენ ვაკეთეთ ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალების. აი ესე. აქ შეგვიძლია ეს ძაფის ბოლო თან ჩავაყოლოთ, მაგრამ მოდით იყოს, იმიტომ რომ ეხლა წაღმა უგუღმა მხარე, აი ეს არის სინამდვილეში თქვენი წაღმა მხარე, ეს იქნება უგუღმა, აი ჩანს კიდევაც, ხო? თვლებიც და ესეა. აი ეს არის წაღმა მხარე. მაგრამ მე რიგ ჩავაყოლოთ. კარგი, ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალდით, ხო? ეხლა მოდით მოვხსნი მაინც ამ ნიშნულს ჯერჯერობით. ეხლა შედიხართ, აი მეორე თვალში, ხო, ეს ბიჭის თვალია, აი ეს. და უკანა კედელში, აი აქ უკანა კედელში შედიხართ. და შემაერთებელი თვალი. ეხლა აქ დავაბრუნებ მე ნიშნულს. ეს ერთი თვალი, ხო, შემაერთებელი. ეხლა ჩვენ გვინდა აქ მოგხსოვოთ 6 შემაერთებელი თვალი. ეს იქნება ჩანთის ესე საყელო, ხო, ზედა მხარე. ასევე ბოლო. აი ეს საბოლოო ჯამში ეს მოიკეცება და ეს ბოლოები იქნება ჩანთის ესე იგი ყელი, ხო? კარგი, ერთი თვალი მოგხსოვეთ. მომდევნოში ასევე შემაერთებელი თვლებით იქსოვება მოკლედ აი ეს ჩანთის ძირითადი ნაწილი. ეხლა მე მინდა ეს ცოტა დავაპატარაო, ეს ძალიან გრძელი თვალი გამომივიდა. ეცადეთ რომ ერთნაირი ეხლა ნიშნული ჩავა მაგრეტყობა იქ გავიდა ამ თვალშიც და აი ესე. კარგი, აი ესე გვაქვს. საშუალო მოჭივით ესე გსოვეთ. ერთი შემაერთებელი მოგხსოვე, მეორე უკანა კედელში სულ ასე შედიხართ. მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე. აი ეს 6 თვალი. ეხლა ამის შემდეგ მოგხსოვთ 5 თავისუფალ თვალს. 1, 2, 3, 4, 5. ესენიც ეცადეთ, რომ ესე ვთქვათ ძალიან თავისუფლად ნუ მოგხსოვთ, რომ აი ეს შესაფერისი იყოს, როგორც აქ გაქვთ თვლების სიმჭიდროვე, ასევე აქ იყოს. კარგით, 5 თავისუფალი თვალი. შესაბამისად გამოვტოვებთ 5 თვალს და მე-6-ში ამოიყვანთ მომდევნო თვალს. ანუ ნახეთ, დააკვირდით, აი აქ ეს დამაგრებულია აი ამ თვალში, ხო? ანუ შემდეგი 1, 2, 3, 4, 5 და მე-6. მე-6 თვალში გჭირდებათ რომ შეხვიდეთ და
ისევ შემართებელი თვალი. აი ნახეთ, სიგრძით ეს ადგილი და ეს ადგილი ეს უნდა იყოს მიახლოებით 1. ანუ ძალიან ესეთ ფაშარად არ მოგსოთ, ან ძალიან მოჭიმულად, ვიდრე აქეთ ნაქსოვი გაქვთ. ესე იგი, 1 შემართებელი თვალი. მეორე შემართებელი თვალი. აქ 3 გჭირდებათ ახლა. და კიდევ 1, მესამე. 3 შემართებელი თვალი გაქვთ. ისევ 5 თავისუფალი თვალი. 3, 4 და 5. ისევ იგივენაირად ჩავამაგრებთ 5 თვალის გამოტოვებით. აი ეგ ჩანს ხო? 1, 2, 3, 4, 5 და მე-6-ში. აი აქ მე-6-ში. შემართებელი თვალი. აი ეს 1 შემართებელი თვალი იყო. მომდევნო თვალში მეორე და კიდევ მესამე. აი ესე სულ ასე უნდა გაყვეთ ბოლომდე ამ რიგს 1 2 3 4 5 ისე იგივე წესით ჩავამაგრებ. სულ ასე მორიგეობა 5 თავისუფალი თვალი, 5 თვალი გამოტოვეთ მე-6-ში ჩაამაგრეთ. და იმ ჩამაგრების ჩათვლით კიდევ მოგსოთ ესე იგი სულ 3 უნდა გქონდეთ 1 2 3 შემართებელი, ისევ თავისუფალი თვლებით. ასე გახვალთ ბოლომდე. და ბოლოს მოდით მე გაჩვენებთ, კარგით? ეხლა მივალ იქამდე და ბოლოს იქნება აქ თქვენ უნდა გქონდეთ 5 თავისუფალი თვალი და მერე უნდა გქონდეთ 6 შემართებელი თვალი აი აქ. როგორც დავიწყეთ, ნახეთ. მაქვს 6 შემართებელი თვალი, შემდეგ 5 თვალი აი ესეთი ხრელით, ხო? აი ესევე უნდა დამთავრდეს. მაგრამ მაინც გაჩვენებთ ერთად ჯობია, რომ ნახოთ, გააკეთოთ. ესე იგი 5 თვალი მოგსოვეთ თავისუფალი, გამოვტოვებ შესაბამისად 1 2 3 4 5 და მე-6-ში უკანა კედელში, სულ უკანა კედელში შედიხართ და სულ შემართებელ თვლებს გსოვთ. აი ეს. და 3. აი 3 შემართებელი თვალი გადაბმულად მოგსოვე. ისევ 5 თავისუფალი თვალი. აი ესე გააგრძელეთ თქვენც. აი უკვე მოვედი რიგის ბოლოში, ხედავთ 5 თავისუფალი თვალი მოგსოვე და აი დამრჩა აი ეს რაოდენობა თვლების, აი აქ. ეხლა უნდა გამოვტოვოთ 5 თვალი 1 2 3 4 5 და შედიხართ მე-6-ში. როგორც ვაკეთებდით, ხო? აი ეს. შემართებელი თვალი უკანა კედელში შედიხართ. მომდევნო ეს მეორეა უკვე. მეორე შემართებელი თვალი. მესამე, არც ერთი არ გამოვტოვოთ. მესამე. მეოთხე. მეხუთე და ეს ნიშნულის თვალი ესეც მე-6. აი ესე თქვენც უნდა გქონდეთ ესე ზუსტად თუ სწორად აგრიფეთ თავიდან და მე სწორად მოტრიალდით კიდევაც ხო ისე 97 თვალი გააკეთეთ მეორე რიგში, მაშინ ესე ზუსტად დაგიჯდებათ. ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვოთ და მოტრიალდით. აი ესეთი ხრელები გაქვთ ჯერჯერობით, ნახოთ ახლა. ეხლა ჩვენ მოგსოვთ ჩვეულებრივ გადაულით, ანუ ეს ახლა უკუღმა რიგია. ესე იგი უკუღმა რიგებში გსოვთ უბრალოდ თვლებს შემართებელ თვლებს უკანა კედელში შესვლით. აი ესე იქცევა უკუღმა რიგები, ხოლო წაღმა რიგი, აი ეს არის წაღმა რიგი. აქ ჩვენ მოგსოვთ აი ესე ისევ ხრელებს გავაკეთებთ, ოღონდ მე ვნახავთ როგორ განსხვავებულად უნდა გავაკეთოთ. ხო, ცოტა წავანაცვლოთ. ესე იგი, ერთი თავისუფალი თვალი მოგსოვე ეს, ხო? და შედიხართ მის მომდევნოში ისე უკანა კედელში შემართებელი თვლები. ეხლა აი აქ მე დავაბრუნებ ნიშნულს პირველ თვალზე. და ასევე ბოლო თვალზეც გირჩევთ, რომ როცა მოგსოვთ ბოლო თვალს, ხო, იქაც დააბრუნეთ ნიშნული. აი ესე. მომდევნოში ისე უკანა კედელში შესვლით. შემართებელი თვლები. აქ მოკლედ ახლა გაჩვენებთ მაინც ეს ადგილიც როგორ უნდა გადაიაროთ და აქ გექნებათ 6 ესეთი თვალი, აი ეს წინა რიგი, სადაც
ესე მჭიდროთაა გაქვთ ხო? თვალი თვალზე გაქვთ ნაკსოვი. აი ესე. აი აქაც სულ ყველა თვალში უნდა შეხვიდეთ. აქაც უნდა გქონდეთ ისევ 97 თვალი. ეს თვლების რაოდენობა არ უნდა შეგეცვალოთ ჩანთის ბოლომდე. აი სანამ არ მოგსოვთ აი ამ ტანს ბოლომდე. აი ესე. ეხლა შედიხართ აი აქ. ცოტა ისეა ხო? ჯაჭვია, მაგრამ აი ესე ზემოდან რო უყურებთ ნაცნავისებურ უზორს და შედიხართ უკანა კედელში. აი ესე ისევ შემართებელი თვალი რა თქმა უნდა. აქ 5 თვალი გექნებათ, ხო? რახან 5 თავისუფალი თვალი ქონდა. ეს მესამე. მეოთხე. მეხუთე. აი ეს. და ეხლა აქ 3 თვალი გქონდა. გახსოვთ, აი 5 თვალი რო იყო თავისუფალი, ხო, ესეთ ნარკასავით, ხო? იმის არკის შემდეგ იყო 3 თვალი უკვე ესეთ მიმაგრებული უკვე წინა რიგზე. აი ეს. უკეთ ყველა თვალში უნდა შეხვიდეთ და აუცილებლად უკანა კედელში. აი ეს. შემართებელი თვლები სუნთლიანად. ეს ეხლა უკვე ეს ისევ თავისუფალ თვლებზე გადადიხართ, უბრალოდ აი ესე შეხვალთ. აი ესე გაყევით ეს რიგით სულ ბოლომდე. თუ გინდათ რომ შეამოწმოთ და ნამდვილად ესეც სწორად გაქვთ თუ არა ხო თვლები, გადათვალეთ ხოლმე 97 თვალი უნდა გქონდეთ. აი ესე. აი ეს, ნახეთ, ესე გადავიარე ეს თავისუფალი თვლები. ეხლა უკვე ეს ნაკსოვის ადგილი, სადაც იყო, იქაც ჩვეულებრივ. ზემოდან თუ შეხედავთ ნაკსოვს, უფრო დაგეხმარებათ ეს. აი ეს. აი ეს რა მოატრიალებთ, აი აქ ჩანს უკვე ეს ნაცნავისებური ნაკსოვი. აქედან უფრო ესე ცოტა თითქოს არც ისე კარგად. აი ეს. კარგით, ასე გაყევით ესე იგი ეს გამოდის რომელი რიგი 1 2 3 და მეოთხე რიგია ეხლა. და აი ბოლო თვალი, ნახეთ, ეს ნიშნულის თვალია, ისე უკანა კედელში შევდივარ და შემართებელი თვალი. ერთი თავისუფალი თვალი და მოტრიალდით. აი ესე თუ შეხედავთ ახლა, აი ესეთი ნაკსოვი გვაქვს. ჯერჯერობით აი ესეთია. კარგით, ესე იგი ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად მოტრიალების და გადავდივართ უკვე მე მგონი მეხუთე რიგია, ხო? მეხუთე რიგზე. აქ ისევ მოგვიწევს ესეთი ხვრელების გაკეთება. ეხლა როგორ გავაკეთეთ ამ ხვრელებს? ეხლა აი აქ 6 თვალი ქონდა ხო ჩვენ? ეხლა მოგსოვთ აი როგორც ესე იგი მიქსოვით ხო ჩვეულებრივად 10 თვალს, შემართებელ თვალს. ეს პირველი თავისუფალი თვალი არ ითვლება, ანუ ეს ხო, აი ეს არა, აი აქ. უკანა კედელში შესვლით. 1, მოდით აქ დავაბრუნოთ ნიშნული აუცილებლად. ეს ძალიან დაგეხმარებათ და ამიტომ არ დაგავიწყდეთ ხოლმე. აი ესე, 1. მომდევნო მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. ანუ ეს 6 თვალი რომ მქონდა, აქ გადავიარე სულ 6, ყველა მოგსოვე და ვაგრძელებ კიდევ. მე-7, მე-8, მე-9. ესე სულ უკანა კედლებში შევდივარ, როგორც ხედავთ. და მე-10. 10 შემართებელი თვალი მოგსოვე. აი ესე. ეხლა გვსოვთ ჩვენ 5 თავისუფალ თვალს, როგორც ადრე, ხო? როგორც წინა ერთი რიგის გამოტოვებით წინ იყო, ხო? 1 2 3 4 5. 5 თავისუფალი თვალი. აქაც უნდა გამოტოვოთ 5 თვალი. ესე იგი, ნახეთ.
აქ დამაგრებული გაქვთ 1 2 3 4 5 და აი მე-6. მე-6-ში უკანა კედელში შესვლით შემართებელი თვალი. ეხლა აქ თუ დააკვირდებით თქვენ, აი სამი თვალი რო ქონდათ, ხო? იმის აქეთ და იქით ერთი თითო თვალი არის, ესე ვთქვათ, ამ ხუთეულში მოხვედრილი. სამი თვალი და მე-4 და მე-5. აი ესეთი წესით თქვენ გექნებათ როგორც ესეთი ბადე მიიღება ძალიან ლამაზი. ეს ერთი თვალი ახლა რომელიც ჩავამაგრი. ასე როგორც აი წინა ერთი რიგის წინ იყო, აქ სამ ასეთ შემართებელ თვალს ამოვიყვან. ეს მეორე და მომდევნოში მესამე. ისევ 5 თავისუფალი თვალი. 5 მე მგონი ხვდებით ახლა პრინციპს თქვენ. ისევ გამოტოვებთ 5 თვალს და მე-6-ში ჩაამაგრებთ. ახლა აქ დააკვირდით, სად გაქვთ ბოლოს ჩამაგრება, აი აქ მაქვს ბოლოს ჩამაგრება, ხო? აი აქ. ესე იგი 1 2 3 4 5 და მე-6-ში. აი აქ მე-6 თვალში უნდა შეხვიდეთ უკანა კედელში. აუცილებლად. ეს ერთი შემართებელი თვალი, მომდევნოში მეორე შემართებელი თვალი. ასე. და კიდე მომდევნოში მესამე შემართებელი თვალი. აი ეს. ისევ 5 თავისუფალი თვალი. 5. ეხლა თუ გინდათ რომ ესე იგი შეამოწმოთ ხომ რომ სწორად მიდიხართ, აი ყოველთვის ეს ხვრელი უნდა იყოს, აი აქ სადაც სამი თვალი იყო, ხო, ესე მიმაგრებული. აი იმის თავზე უნდა იყოს ზუსტად, აი ზუსტად იმის თავზე. არც აქეთ, არც იქით. აი ეს არ უნდა იყოს წანაცვლებული. აი ზუსტად სიმეტრიულად ამის თავზე უნდა იჯდეს ეს ხვრელი, აი ამ სამეულის თავზე. ხო? მაგათთვის ეს სამეული არის ასე ცენტრალური, აი ეს ცენტრია, ამისთვისაც ეს ცენტრია. ესე იგი ხა 5 თავისუფალი თვალი მოგხსოვე, ხო? შესაბამისად გამოვტოვებთ 1 2 3 4 5 და მე-6. აი ეს. ისევ ეს ერთი თვალი, მეორე და მესამე. ისევ მოგხსოვთ 5 თავისუფალ თვალს. ასე გაყვებით ბოლომდე და ბოლოს მაინც მე კიდევ გაჩვენებთ, როცა მივალ ბოლო ხვრელს რო გავაკეთებ, მერე გაჩვენებთ. ისევ წესით უნდა დასრულდეს თქვენთვის 10 შემართებელი თვალი უნდა გქონდეთ აი აქ. იმის წინ იქნება 5 თვლიანი არკა და უკვე რო ჩაამაგრებთ იმ ჩამაგრების თვალის ჩათვლით 10 შემართებელი თვალი, მაგრამ მაინც გაჩვენებთ კიდევ. რამოდენიმე რიგს გაჩვენებთ, მე უკვე სულ მეორდება და გაგიადვილდებათ ესე. ესე იგი უნდა გამოვტოვოთ 5 თვალი და მე-6-ში ჩავამაგროთ. 1 2 3 4 5 და მე-6-ში. უკანა კედელში აუცილებლად. 3 შემართებელი თვალი. კარგით, ასე გაყევით სულ. აი ახლა ნახეთ, აი აქ მე მოგხსოვე 3 შემაერთებელი თვალი. ახლა მოგხსოვთ 5 თავისუფალ თვალს. 5. შესაბამისად გამოვტოვებთ აი 5 თავისუფალ თვალს, დაგვერდით 1 2 3 4 5 და მე-6-ში აი გამოვიყვანთ. ეხლა აი ამ თვალის ჩათვლით, რომელიც უკვე ამოვიყვანე, უნდა გქონდეთ 10 შემაერთებელი თვალი. ესე იგი 1 ამოვიყვანე უკვე, მეორე, მესამე, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და კიდევ ერთი, აი ეს ნიშნულის თვალი. მოდით ნახოთ, აი აქ უკანა კედელში, ხო, სულ უკანა კედელში შედიხართ, ესე
გსოთ. ეს მეათე. აი ეს 10 თვალი გაქვთ აქ. ერთი თავისუფალი თვალი და მოვტრიალდით. ეხლა ეს არის უკვე აი შემდეგი რიგი, როგორც აი ამ რიგის წინ იყო, უბრალოდ მოგსოთ შემაერთებელი თვლებით. სულ ასე იგი მონაცვლეობა იქნება, ხან ხრელები და ესეთი სამთვლიანი მიკერებები, ხან მომდევნო რიგი იქნება ჩვეულებრივ შემაერთებელი თვლები, სუმთლიანად უნდა გადაიაროთ აი ესე. ხო, აბა ნახოთ. აი ესე, კი. ესე იგი, ეს თავისუფალი თვალი იყო ბოლო და იმის წინ უკანა კედელში შემაერთებელი თვალი, მოდით დავამაგრებ ნიშნულს. და ნამდვილად აი არ დაგეკარგებათ თვლები და ისე დაასრულებთ ამ ჩანთის ქსოვას, რომ გექნებათ ისე 97 თვალი. ესე იგი, აი ამ ბოლო რიგშიც. რაც არ უნდა შესვლა. ეს ერთი თვალი, ხო? ესე იგი, აქ უკვე გადათვლას არ აქვს მნიშვნელობა, თითო თვალში თითო თვალი უნდა ამოიყონოთ ამ რიგში შემაერთებელი თვლები. უკანა კედელში შესვლით. არც ერთი თვალი არ გამოტოვოთ. თორე ეს ნიშნული არაფერს არ მოგცემთ თუ ესე შუაში სადღაც გამოგრჩა თვალი, იგივეა რომ ნაპირში რომ თქვათ დააკლოთ ან რაღაც უფრო დაკლება არის ხოლმე მოსალოდნელი, ვიდრე ზედმეტს არ მოგსოთ ნამდვილად. აი ესე. თორე ყველა თვალში შევხვიდეთ და ამოიყვანოთ შემაერთებელი თვალი უკანა კედელში, აი ესეთი შესვლით. აი ეს. ეხლა აქ სადაც გაქვთ თავისუფალი თვლები, როგორც წინა ერთი რიგის წინ იყო, ხო? ისე ზუსტად იგივენაირად. ესე დააგვირდით, ნახეთ, აქ ვიყავით, აი აქ. არ გამოტოვოთ. დიდი შანსია რომ გამოგტოვოთ რომელიმე თვალი და ამიტომ ეს ცოტა გაგაწვალებთ, რომ დარღვევა რო დაგჭირდეთ, ხო? წინასწარ ჯობია ასე ყურადღებით გსვათ. აი ესე. სულ უკანა კედელში შევდივარ. აი ეს. კარგით, ეს რიგიც ესე გაყევით. ვფიქრობ, შემდეგი რიგს გაჩვენებთ კიდევ და მე უკვე ეს რიგი, ესე იგი, შემდეგი რიგს რასაც გაჩვენებთ, იმის შემდეგ იქნება ისევე ეს, რაც ახლა უნდა მოგსოვო, ხო? მონაცვლეობა ესეთი რიგების მოკლედ. აი ესე მოვედი რიგის ბოლოში, სადაც ნიშნული გვაქვს და აქაც სულ ესე შემაერთებელი თვლებით გსოვე, ხო, ეს რიგი. აი ესე. და ერთი თავისუფალი თვალი მოტრიალებისთვის. აი ახლა შემდეგი რიგი მოიქცევა ისევე როგორც აი ეს ნახეთ. ესე იგი, რამოდენიმე რიგის წინ იყო ეს რიგი, სადაც ხრელები აი ესეთი განლაგებით იყო. აი ახლა მე ისევ ასე მოვგსოვ, ესე იგი 6 შემაერთებელი თვალი და მე იყო 5 თავისუფალი თვალი გამოტოვებდით 5 თვალს და აქ სამეულს ვაკეთებდით, ხო, 3 შემაერთებელ თვალს. ერთი ახლა რაც მინდა გითხრათ, რომ აი რომ არ შეგეშალოთ, ხო, რომელ რიგში რა არის საჭირო მოგსოვოთ. აი როგორც კი არკებს მოგსოვთ, ხო? აი არკები მოგსოვეთ. აუცილებლად შემდეგი რიგი უნდა იყოს აი გადაუვაროთ შემაერთებელი თვლები თვლიან. ეს ამყარებს, აი თქვენ არკებს ნახეთ. ისეთი მოძრავი არ არის, როგორც აი უბრალოდ თავისუფალი თვლები რო ავკრიფე, ხო? ეს დაგეხმარებათ, რომ არ გამოგრჩეთ აი ეს რიგი, სადაც სულ შემაერთებელი თვლებით არის ქსოვა საჭირო. ეხლა არის რიგი აი თვლები ისეთი ნაკსოვი, სადაც არკები იქნება, ესეთი ხრელები რომ წარმოიქმნას. ესე იგი აქ ვტოვეთ ამ ბოლო თავისუფალ თვალს და მის წინ ისე უკანა კედელში შესვლით შემაერთებელი თვალი. 6 შემაერთებელი თვალი გვინდა. ეს ერთი იყო. აქ მოდი ჩავამაგრებ ნიშნულს ახლა. არ დაგვავიწყდეს. ხო. თუმცა ამ ძაბში რატომღაც ეს ნიშნული ძნელად გადის ხოლმე. ახლა კარგად გავიდა. კარგით, ეს ერთი შემაერთებელი თვალი მომდევნოში. მეორე მესამე
მეოთხე მეხუთე რატომ ხაც ფოკუსი მეკარგება ძალიან ისე ხშირად 1 2 3 4 5 და 6 აი ეს 6 ნახეთ აქ თქვენ გრჩებათ ესეთი ჭიდრონაქსოვი ეს არ არის საჭირო ახლა აქ მოგსოვა ესე 6 შემართებელი თვალი მოგსოვეთ 5 თავისუფალი თვალი 4 და 5 შესაბამისად ვტოვებთ 5 თვალს და მე-6-ში ამოვიყვანთ შემართებელ თვალს ანუ 1 აქ ჩანს ხო აი აქ არის ჩამაგრება 1 2 3 4 5 და აი მე-6 აი აქ 1 შემართებელი თვალი მეორე და მესამე აი ეს ისევ 5 თავისუფალი თვალი საკმაოდ ჭიდროდ გსოვა აი ატყობთ ალბათ ხო ისევ გამოტოვებთ 5 თვალს აქ დააკვირდით აი აქედან ამოდის ხო ანუ შემდეგი არის აი ეს ნახეთ 1 2 3 4 5 და მე-6-ში შემართებელი თვალი 1 მომდევნოში მეორე და კიდევ მომდევნოში მესამე აი ეს ისევ 5 თავისუფალი თვალი გექნება და ასე შემდეგ მოგსოვთ ბოლომდე გახვალთ ბოლოს გექნებათ აი ესე ნახეთ ესე გამოიყურება ბოლოს გექნებათ აი ესე იგი არკა გექნებათ 5 თვლიანი და შემდეგ იქნება 6 შემართებელი თვალი ანუ ისევე როგორც აი აქ რო დავიწყე ხო ეხლა მე იყო 6 შემართებელი თვალი აი აქ და შემდეგ იყო არკა აქაც ასევე დასრულდება იქნება არკა და 6 შემართებელი თვალი აი აქ აი სადაც აქ იქნება ჩამაგრება აქ იქნება 3 შემართებელი თვალი მე იქნება არკა 5 თვლიანი 5 თვალის გამოტოვებით და შემდეგ ჩამაგრებით ესე შემართებელი თვლებით 6 შემართებელი თვალი მოკეთ შემდეგი რიგი ამის აი ეს ამას რო დავამთავრებთ ხო შემდეგი რიგი ისე ერთი თავისუფალი თვალი აუცილებლად არ გამოგრჩეთ მოტრიალების შემდეგი იქნება შემართებელი თვლები სუნთლიანად იმის მომდევნო იქნება ისევ გავიმეორებთ ეხა თუ ხვდებით უკვე აი ამ რიგს აქ იყო 10 შემართებელი თვალი მე 5 თავისუფალი თვალი ჩამაგრებები აქ 3 შემართებელი თვალი ისევ 5 მოკეთ აი ესეთი გამეორებები ანუ თქვენ აი ეს რიგები უნდა მონაცვლეობით აკეთოთ ესეთი აი როგორც ეხლა მე გავაკეთე 6 თავისუფალი თვალი 6 შემართებელი თვალი 5 თავისუფალი თვალი ჩამაგრებით ესე შემდეგ გაამყარებთ აი ამ ნაკსოვს გაამყარებთ სულ შემართებელი თვლებით უკან რო წამოხვათ შემდეგ იქნება 10 შემართებელი თვალი აი როგორც აქ არის ნახეთ აი აქ და არკა 5 თვლიანი შემდეგ ეს 3 თვალი 5 თვლიანი არკა ასე შემდეგ ისე უკან გამოყვებით შემართებელი თვლებით და ისევ გავიმეორებთ აი ამას 6 შემართებელი თვალი 5 აი მოგეთ მე მაინც დავწერე აღწერა იქნება ინგლისურ ენაზე ვიდეოს თავზე იქნება ხო და მე მგონი ისიც დაგეხმარებათ ნუ სიმბოლობით იქნება მაგრამ მე მგონი მიხვდებით უკვე ეს არ იქნება ძნელი ესე ვტოვებთ 5 თვალს ნახეთ აი აქედან ამოდის შემდეგ აი ეს თვალი ეს აქედან ამოდის 1 2 3 4 5 და აი მომდევნო ეს არის უკანა კედელში შესვით ეს არ დაგავიწყდეთ და შემართებელი თვლები სულ მეორე მესამე კარგით ესე გაყევით მოკლედ და გსოვეთ სანამ ესე საკმაოდ რიგების რაოდენობა პრინციპში თქვენზეა დამოკიდებული ერთადერთი ახლა მე რაც მინდა რომ გითხრათ აი ამ ხრელებს ახლა მე აქედან აი რომელიმე ხრელს გამოვიყენებთ მე სახელურის ესე იგი მისაერთელო სახელური გაძვრება ამ ხრელში ხო ნარჩენი სულ ესე იქსოვება ყველა
ნუ დააგროვეთ ეს რიგები და ნახოთ ესეთი გაბარიტებით ნახეთ, აი რომ მოკეცავთ, ხო? როგორი სიგრძე სიგანე გინდათ, აი იმის მიხედვით შეგიძლიათ ეს რიგები ახლა დააგროვოთ იმის მიხედვით. აი ესეთია. კეთა მხარეს ესეთია. აი ესეთი იქნება, ძირი იქნება ესეთი ცოტა. აქ შეგიძლიათ მე მაინც ჩაუფინოთ თუ გინდათ ფირფიტა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არ არის საჭირო. მე გვერდზე ჩაუდგავთ. აი ესეთი სიმაღლეა. მოდით გეტყვით რა სიგრძე აქვს ახლა მაქსოს და შესაბამისად ამის ნახევარია იქნება თქვენი ჩანთის სიმაღლე, ხო, რომ დადგავთ ჩანთას. აი ესე გვაქვს 42 სანტიმეტრია. 42 სანტიმეტრია, ანუ მაგის ნახევარი სადაც 21 სანტიმეტრია სიმაღლე, აი ესე, მეახლოებით. ხო, აი ესეთი. ესე ჩვენი ჩანთა გაიზარდება ესე და ნახეთ თქვენ რა ესეთი სიგანე გჭირდებათ. კარგით, ესე გაყევით ახლა. ეს როგორც გითხარით რიგების მონაცვლეობა, ისე გააკეთეთ.